ჯამში ხო ეგ გამოვიდა ხო ევროპა მიხეირა რუსეთის რესურსებიდან დასავლეთმა იხეირა რუსეთის რესურსებიდან და მსხვერპლი ვართ არის ის საწყალი რუსეთის მოქალაქე რომელიც ცხოვრობს აი რაღაცა უბედურ მდგომარეობაში და მერე ამისი დაფარვა რომ მოხდეს მოდი პერიოდულად წავალ ქართველებს და იმიტომ რომ ის ტიპი რომელიც ზაპოიშია და უნდა მოკვდეს და უნიტაზი არ გააჩნია იმას ხო მე უნდა მივცე რაღაცა საკენკი და მოდი რა წავა პერიოდულად საქართველოს დაუბომბავ ხოლმე რომ იმას გაუსწორდეს რა აი ამ პიანი უგარში რომ გდია და იმაში რომ არა აძირჟავო ხო და ვინ ხეირობს Nord Stream 2-ით ხო ვიღაცა და ის მე მიყვება რომ რთულად არის საქმე და რთულად არ არის საქმე მარტივად არის საქმე ხო ანუ გეთანხმებით ზუსტად და ეგ მაინტერესებს ხო და ეგ მაგას რო ეუნევით თუნდაც ხო და მე ჩერდებიან ანუ ეგ არგუმენტი რო ეუნევი რომ მე ერი ვარ დამოუკიდებელი ერი ვარ არ ვარ რუსი და არ ვარ რუსეთის გავლენის სფერო და მე ჩემი ინტერესი რომ აქ და თვითგამორკვევა რო შემილია და შენ რო მეუნევი რომ არა შენ ვიღაცის ქოლგის ქვეშ ხარ და შანსი არ გაქვს ანუ რას ამობენ მაგაზე ანუ არა აქვს რეაქცია არა ბოდვა ანუ რას ნიშნავს რა ქოლგის ქვეშ მაშინ ვთქვათ რომ ქოლგის ქვეშ გამაგებინე რა პუტინი რასაც ამბობს ესენი ჩემი ქოლგის ქვეშ არიანო და პერიოდულად ბომბავს უფრო მართალია თუ ის ტიპი ვინც ამბობს რომ არავითარი ქოლგა არ არსებობს და რომ გამოდიოდნენ ხოლმე ნატოს შეხვედრიდან არა ეს მარტო საქართველოს და იმის ნატოს გადასაწყვეტია იქნება თუ არა საქართველოს ნატოში ხო თუ პუტინი უფრო მართალია რომელიც ამბობს რომ არა ჩემი გადასაწყვეტია და დავბომბავ საქართველოს და ბომბავს მართალს ხო თან მიმდევრული ყოველ შემთხვევაში ხო